მადლობა პირიქით მოწვევისთვის. ისეთ რა ერთი წამით რომ დავივიწყოთ მოწამვლის ვერსია და მოწამვლის თაობაზე არ ვისაუბროთ, მინიმუმ 9 უმძიმესი საქართველოში განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა მიხეილ სააკაშვილს და ეს უკვე უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ყველა აქტიურმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნისა იცის და დღეს არა მხოლოდ საქართველოში სამედიცინო საზოგადოება, არამედ მთელი მსოფლიოს კომპეტენტური სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ და დასკვნებს წერენ. მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე მათგანს ჰქონდა ვიზიტის შესაძლებლობა, უცხოელ ექიმებს გულისხმობ და ადგილობრივ ძალიან კომპეტენტურ ექიმებს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებთ პარტიული პოლიტიკა და არავინ არ იცის ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერი ექიმია ადამიანი, ესა თუ ის და ის ადამიანები მაღალი ნდობით ვინც სარგებლობს ქვეყანაში. აი ყველა ეს ადამიანი ერთხმად ძალიან მკაფიოდ საუბრობს მიხეილ სააკაშვილის განკურნება სამწუხაროდ ყველასთვის და პირველ რიგში რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრებისთვის არის შეუძლებელი საქართველოში. ერთადერთი გამოსავალი არის მისი გადაყვანა საზღვარგარეთ. ამას ემატება პოლიტიკური სოფლიო საზოგადოება, ხო, რომლებიც რეზოლუციების სახით, ანუ პოლიტიკური დოკუმენტების სახით ესაუბრებიან ამ ქვეყნის ბოლო დროს არის ძალიან გააქტიურებული ეს ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს. და საუბარი აღარ მაქვს შიგნით ქვეყნის ოპოზიციურ მთლიან სპექტრზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე და ზოგადადაც ყველა კაცმოყვარე საქართველოს მოქალაქეზე, რომლისთვისაც ძვირფასია ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე, მით უფრო ისეთ მდგომარეობაში ყოფი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადარდებს, ვინც გამოკეტილია ოთხ კედელში და ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ძალიან უსამართლოდ არის ეს, ხო, მაგრამ ვისაც პოლიტიკური განსხვავებულობაც ჰქონია და დღესაც რჩება პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან მიხეილ სააკაშვილს, აი მათი დიდი ნაწილიც აუცილებლად მინდა ამას ხაზი გაუსვა, არის იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზე ჩვენც ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნეს გადაყვანილი. რა რჩება? რჩება ბიძინა ივანიშვილის ნება, ვისთან ერთად, რა თქმა უნდა, მის თავარ მოკავშირე პუტინის რუსეთის, ასე ვთქვათ, თვითონ ივანიშვილი და მარტო ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას. პუტინის არა, პუტინის რუსეთის რჩევა, რეკომენდაცია, დიქტატი, რაც გინებოდა დაარქვათ, რა თქმა უნდა, ამ საკითხის გადაწყვეტისას იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუმცა, ეხლა ბიძინა ივანიშვილისთვის რომ არ იყო არანაირი დისკომფორტის შემქმნელი უკანონო პატიმრობა საერთოდ წლების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური პატიმრების ხედულობაში და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის გასაგებია და მან გადალახა ეს ზღვარი და რუბიკონი გადალახა და აბსოლუტურად გაიწყვეტა ყველა ძარღვი რომელიც არსებობს. მაგრამ ახლა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადალახოს მორიგი რუბიკონი უკვე აი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მან საკუთარი მორჩილი მოსამართლის პირით უნდა გვითხრას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რა საბუთებსაც დაუდებენ დაცვის წარმომადგენლები ექსპერტების დასკვნებულ ხედველობაში, მოსამართლე წაიკითხავს გაეცნობა, დაწუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ნამდვილად არის საგანგაშო და თანაც მზარდად საგანგაშო და იტყვის, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიხეილ სააკაშვილი არის ჯანმრთელი და აიღებს ჩაქვებს და მაგიდას და არტყავს და ასე გამოვიტანს გადაწყვეტილებას და იქ რაღაცა კიდევ დამატებით რეპლიკებს რაღაცა შრალი ბიუროკრატიული ხმით ისვრის და მიხეილ სააკაშვილს გაწირავს სიკვდილისთვის, ხო, ვერაფერი ამ ქვეყანაში ძველებურად ვეღარ გაგრძელდება. მე მინდა ვიმედოვნო, ვინაიდან ეხა ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობაც მისთვისაც საგანგაშო უნდა იყოს, რა შეიძლება გახდეს ამ გადაწყვეტილების სწორ და ერთ-ერთი გადაწყვეტილების არ მიღების პირობებში. რატომ როდესაც არა, ნახეთ, ეკა მე ძალიან გულახდილად მინდა და ვეცდები ახსნა არსებული მდგომარეობა. ერთია, როდესაც საუბრობ შე პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც აბსოლუტურად უკანონო შეთქმული ბრალდებებით იმყოფება იქ, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, ხო, თანაც ვისი მედად, ხო, მართა რომ ყავდეს ჩვენ მიუკერძოებელი მოსამართლეთა რაღაცა ნაწილი მაინც და გქონდეს იმედი სამართლიანი მართლმსაჯულებისა, ხო, კიდე ადამიანები ჩვენ გულხედაკრეფილები
თუ შეიძლება დაველოდებოდით იმ პროცესს, როდესაც ვერდიქტი იქნებოდა გამოტანება, მაგრამ ამ უფლებას ჩამოშორებულია ყველა პატიმარი ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ აქ ეხება ჯანმრთელობის, აქ ეხება სიცოცხლეს, აქ სულ სხვა ვითარებარი. ეხება ადამიანს, რომელიც იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს. ეს არ არის პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მიერ გახმოვანებული მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის. ეს არის რეალური. ყველაზე კომპეტენტური, კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი ექიმების მიერ დადებული დასკვნა, არაერთი კასკადი დასკვნებისა და საუბრობენ ეს ადამიანი თუ რას ნიშნავს თუ არ გადაყავთ. საავადმყოფოში მისი მოთავსების შემდეგ რომელიც იგივე ციხეა თუ არ მდგომარეობა გაუარესდა. შენ თქვი რომ აი ძველებურად აღარ იქნება ყველაფერიო თუ არ მოხდა და არ მოხდა მისი სასჯელის გადავადება და შესაბამისად უცხოეთში გადაყვანა. მე მოწამულად ყველათ არ ვახსენე, ჩვენ ჯერ პრინციპში მართლაც ვერ ვიტყვით, ვერც დადასტურებულად, მაგრამ ვერც ვუარყოფთ, იმიტომ რომ ფაქტი ერთია, ყოველ შემთხვევაში ასე ყვებიან, რომ აი ამ დასკვნაში წერია, რომ მის ორგანიზმში არის აღმოჩენილი ეს რაღაცა მეტალები და მავნე მეტალები. ამიტომ თქვენ როცა ამბობთ რომ ყველაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება, აი რას გულისხმობთ? აზმინდა დავამთავრო მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ პარადოქსია, ხო წარმოუდგენელია. ეხლა ადამიანი როდესაც ციხიდან საპატიმრო და გადაყავს საავადმყოფოში და გაცილებით უარეს მდგომარეობაში არის დღეის მდგომარეობით, ვიდრე თუნდაც ციხეში ყავდათ გამოკეტილი, ხო? მაშინაც არაადამიანური მოპყრობის შედეგად თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ გავიხსენების მიტინგები, აქციები, აქტივისტები რო ჩამოყავდა ქართულ ოცნებას და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ კვირების განმავლობაში და არა მხოლოდ ფიზიკური ანგარიშვალებაც ვიხილეთ არაერთხელ, ხო? ესეთი რამ წარმოსადგენი ბევრისთვის არ იყო და დაუჯერებელიც იყო ალბათ საავადმყოფოში გადაყავს ციხიდან ადამიანი და ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია მას შედეგად არის საავადმყოფოში. ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალი არის გადაყვანა და მისთვის სასჯელის გადავადება. და რაც შეეხება ვერ გაგრძელდება, დიახაც მე არ ამგონია და დარწმუნებული ვარ, დაწყებული ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებული ჯანსაღი ნაწილი საზოგადოებისა შეეგუოს ყველაზე დიდ ცინიზმს, რომელიც მოსამართლემ უნდა გააცნოს საზოგადოებას თქვას, რომ მე გამომავს განაჩენი, რომელიც ამბობს მიხეილ სააკაშვილის ნელ სიკვდილს, დროში გაწერილს, იქნება ეს ვივამეტი, თუ იქნება რუსთავის ციხე. ეს გადაწყვეტილება თუ არ იქნება გადაყვანა და იქნება ნებისმიერი სხვა ტიპის დიახაც მოკლედ რო აგიხსნათ ფაბულა, როგორ იქნება გაგებული, იქნება შემდეგნაირად. ეს მოსამართლე ადამიანს მიუჟდის სიკვდილით დაჟას. ეს იქნება. იქ ვერ გაწეს ეს ფატალური შედეგი 3 კვირაში, 1 თვეში, 2 თვეში, 3 თვეში, 4 თვეში და ამას დეფინიცია ეს იქნება. მისი გადაწყვეტილება. და ეს შეცვლის პოლიტიკურ პროცესს. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ხედავდით დაცვის სტრატეგია, მიხეილ სააკაშვილის დაცვის სტრატეგიას თვეები დაჭირდა შესაბამისი ექსპერტული დასკვნების ასე თქვა დადებას და ჯერაც ვიდრე საუბრობთ ეხლა ყველა დასკვნა არ არის მატერიალური სახით ჯერ მოცემული ხო რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულად ვითვალისწინებდით ამ რეალობას და თელი საქართველო გაუბედავ ასე ვიტყვი და გულისხმობ მართლაც კაცმოყვარე საზოგადოებას ამ ქვეყანაში რომელსაც რიცხოვნება არის გაცილებით მეტი ვიდრე ადამიანები ვისაც უხარია თუნდაც ოპონენტის სიკვდილი დადგება დარწმუნებული ვარ იქ სადაც უნდა დადგეს და მაშინ განსაკუთრებით როდესაც ქონდა დანაკლისი თუნდაც ერთი წლის წინ და არ ქონდა სერიოზული მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი პარტნიორების მხრიდან ისინი ბევრ პროცესს უყურებდნენ ეჭვის თვალით ამ ხალხებში არ შევა მაგრამ ეს ფაქტი იყო ერთი წლის წინ დღეს აბსოლუტური კონსენსუსი არის მხარდაჭერა დღესაც გააკეთა ამ აბსოლუტური კონსენსუსი არის ეკა ამიტომ აქ ცდება პოლიტიკურ მართლმსაჯულების პოლიტიკურ საკითხს მართლმსაჯულების საკითხს განსახილველი საგანი ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდება თუ ოფიციალური განაჩენით დაკანონდება
მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი და ეხა მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება. ღმერთმა არქენას ამისი აუცილებლობა დადგეს, მაგრამ ასეთი შემთხვევაში თქვენ დარჩით თავმჯდომარედ ნაციონალური მოძრაობის და მე მგონია რომ დარჩებით და გაიმარჯვებთ ამ არჩევნებში. თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ თქვენ აანონსებთ რომ ამას შეიძლება აქციებიც მოყვეს, თუ ასეთი იქნება გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, რუბიკონი ყველა თავისი მორალის და ზნეობის შესაბამისად მოიქცევა. ყველა და მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩვენ ღმერთმა ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ, გვეტყვიან საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ექიმების დასკვნებისა. რომ წირავთ ამ კაცს სიკვდილისთვის, იქ უკვე აღარ იქნება 1 სანტიმეტრით უკან დასახევი სივრცე. ამაზე მე ახლა არ ვიტყვი. ამაზე საუბრობდით ჩვენ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 1 თვის განმავლობაში, როდესაც უკვე ნათელი იყო, რომ სასამართლო პროცესები უნდა ჩაანაშაულიყო სადღაც ნოემბრის ბოლოს. აგერ დღეს გავიგეთ, რომ მომდევნო კვირას დაცვის მხარე მიმართავს სასამართლოს რამდენიმე პროცესი დაჭირდება გადაწყვეტილების მიღებას და ეს ყველაფერი როგორც ჩანს, უარეს შემთხვევაში იქნება დეკემბრის დასაწყისში ან შუაში, როდესაც გადაწყვეტილება უნდა გაიგოს თელმა საქართველოს, არა, თელმა სოფლიომ, რომელიც აქტიურად აკვირდება ამ პერიპეტიებს. ამიტომ ეხლა მე ვიქნები, არ ვიქნები, მე ვიქნები იქ სადაც სიმართლეა, მე ვიქნები იქ სადაც ისტორიული უსამართლობა, ისევე როგორც ხვებიც. თქვენ იყავით გუშინ აქციაზეც ერთად, სამივე კანდიდატი, ვინც იღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, ქონდათ კომუნიკაცია თქვენს მე სიმართლე გითხრათ, გუშინ არც ერთი მათგანი, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობდით ეხლა ჩვენსთან მებრძოლებთან, ადამიანებთან, უცხო ადამიანებთან და მე გვახდები ვერ შევნიშნე. მე ჟურნალისტებისგან შევიტყვი შემდგომ, როდესაც მათ კითხვა დამისვეს, ზუსტად ანალოგიურად თქვენ ამ წუთას დამისვით, გქონდა თუ არა მათთან ასე ვთქვათ ინტერაქციის შესაძლებლობა. ფიზიკურად არ მინახავს თუ ახლა რომ ენახა სალამს რა თქმა უნდა ვეტყოდი, მაგრამ ახლა ის პერიოდია, როდესაც ჩვენ უფრო მეტად უნდა ვესაუბრებოდეთ სხვებს და მოვადროებსაც ერთმანეთს გავესაუბრებით. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო და მე მგონი დღევანდელი დღეც ნათლად ადასტურებს იმ ჩემს და ძალიან ბევრ მეწმუნეთ უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდაჭერისა და ამორჩევლის პოზიციას ნათლად რომლებიც გამოვხატავდით და დღეს დადასტურდა განსაკუთრებით ის უადგილობა რომელსაც ადგილი აქვს დღეს მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილის ეს მდგომარეობა არის, რაზეც ვისაუბრეთ და ამ დროს ჩვენ გავმართეთ შიგნით უკვე პრაქტიკულად შიდა პროცესი, რომელიც გინდა არ გინდა იწვევს დროებით, მაგრამ მაინც იწვევს 2 ან თუნდაც 3 ნაწილად პარტიის მხარდაჭერებისა და ამორჩევლების დაყოფას, რომლებიც აუცილებლად მომავალში კვლავ საბოლოო ჯამში შეჯგუფდებიან. ნაცვლად იმისა, რომ დღეს ჩვენ ყოფილიყავით კონსოლიდირებულნი, მომართულნი ერთი მიზნისკენ და ამაზე საუბრობდით. რასაც ქვია სააკაშვილის კონკრეტული სასამართლო პროცესი იყო ამოსავალი წერტილი. როგორც ამბობენ ინგლისურად benchmark-ი ჩვენთვის იყო თავარი ამოსავალი წერტილი და მიზანი და ამისთვის უნდა ყველაფერი გავუკეთებინა ეს პროცესი დაწყებული იყო მთელი 1 თვის განმავლობაში პარტიაში მსჯელობის ამაზე საუბრობდით, აი რა უნდა მომხდარიყო ამ პროცესის მერე დაწყებული იყო, მზადება იყო დაწყებული იქვე ყველა შეხვედრის დასაწყისში და დასრულებისას საუბრობდი და უამრავი ორ შეხვედრას თავადად ბატონი ლევონის დაესწრო დიახაც, მაგრამ ეხლა ხო არის უამრავი პარტიის წევრი თავმჯდომარე, რომელიც ამ შეხვედრას რეგიონებიდან, თბილისიდან დაესწრო, ჩვენ ვსჯელობდით, ჩვენ ვუწვდით ერთმანეთს სად რა შეიძლება გაკეთდეს, სად არის გაუმჯობესების სივრცე ამ ეტაპზე, მაგრამ იწყებოდა და სრულდებოდა მთელი აი ყველა ეს შეხვედრა ერთი და იგივეთი. როგორც კი ეს პროცესი და სასურველად დასრულდება ისე როგორც უნდა დასრულდეს და მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ, ხო? ან თუნდაც როდესაც რაღაცა გაირკვევა ამ საკითხთან დაკავშირებით და იქნება შესაბამისი დრო, აი მაშინ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ კი ბატონო
შიდა არჩევნები. თუნდაც ყველა არჩევნებზე საუბრობთ. მე სხვა რამე გავიგე და დავაზუსტო მარტო თავმჯდომარეთან დაკავშირებით ამაზე იყო საუბარი. და პრობლემას მე ახლა ვერ ხედავ ნამდვილად თქვი და გავიმეორებ ძალიან მობილიზებულად და ორგანიზებულად ვგრძნობ თავს მეტი სტიქია ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის იყოს კონკურენტულ ასე ვთქვათ რეალობაში სადაც უნდა დაარწმუნოს ბევრი და ბევრი ადამიანი იმაში რისიც მას ჯერა მაგრამ ხო ნიშნულოვანი არის კონტექსტი ხო ნიშნულოვანია ის ხელშესახები გამოწვევა რომელიც ჩვენ დანახული ვქონდა ჩვენ ხომ ვიცოდით რომ უახლოეს პერიოდში ეს სასამართლო პროცესი ჩაინიშნებოდა მაგრამ რახან მოხდა აქ ახლა უკვე ამაზე საუბარი არის ჩემისაზრით უკვე აზრს მოკლებული და თქვენ იღებთ ამ გამოწვევას კარგი უბრალოდ მაინც ძალიან დიდი უხერხულობა გვაქვს როდესაც დღეს შევიტყვე მე თქვენთან ერთად რომ მომდენო კვირაში სასამართლოში შეიტანს ბატონი ხაჭაპურიძე და სხვა დაცვის წარმომადგენლები სარჩეს და ნუ მაქსიმუმ 10 დღეში გადაწყვეტილება გამოცხადდება. მე სხვანაირად გავიგებ თქვენ არჩევნებზე საუბრობდით მე მეგონა რომ თქვენ გეგმებს განიხილავდით როგორ უნდა დაგეხსნათ სააკაშვილის ციხიდან. არა, სწორად გაიგე. ანუ ამაზე საუბრობთ. ჩვენ საუბრობდით რომ იყო ეს თემა რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი აზრით, აი დღევანდელი გადმოსახედი და რის გამოც უკმაყოფილება თქვენს მიმართ ასე აზვირთ და სწორად გამიგეთ ამის თქმასაც ვცდილობდი და ეს თქვი ზუსტად ნომერ პირველი პრიორიტეტი ობიექტური რეალობიდან გამომდინარე ეს ვიცოდით დაახლოებით როდის არის სავარაუდო თარიღი მეტნაკლებათაც ჩვენ ვარაუდობდით 23-ში 25-ში თვის ბოლოს ნოემბერს ხო რა ვიგებთ დეკემბრის დასაწყისში იქნება შეიძლება ამ პერიოდში ჩატარდებოდა ამიტომ ნომერ პირველი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის ეს კასტომდგარი სასამართლო პროცესი რომელიც ბევრისთვის და ბევრი საკითხისთვის წყალგამყოფი გახდება ნამდვილად. აქ უბრალოდ შუალედურ პოზიციას ვერავინ ვეღარ არა ზოგადად საზოგადოებაში. ეხლა ან ადამიანს წირავთ სიკვდილისთვის, ან თვალს უსწორებენ რეალობას ბიზნესში მოხდელობაში. თუ თვალს არ უსწორებენ რეალობას, ნამდვილად სხვა პროცესები უნდა განვითარდეს და ამ ყველაფერზე ჩვენ საუბრობდით. მაგრამ რაც შეიძლება ეხლა ჩემდამი პრეტენზიები, მე ამ პრეტენზიას ყოველთვის მივიღებ. ხო, არა, იყო ეს თემა, მე არ მივიღებ, არა მგონია ეხლა ნუ შეიძლება ცალკეული ადამიანები ერთმანეთში საუბრობდნენ, ეხლა საუბრობენ რომ ნიკა მელიას ასე თქვათ ბრალეულობა აქ დაინახეს რომ დღემდე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, მაგრამ ხა ჩემთან საუბრისას ყოველ შემთხვევაში ეხლა ტყუილს ვერ ვიტყვი, ასე არავინ არ გაკადნიერებულა, მაგრამ ეხლა ქვეტექსტებით იკითხება, ხო ხა თავარი პრობლემა ჩვენთვის რა იყო და რა არის. ხო, მაგრამ გაცხადა გამალობაში რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამ მდგომარეობაში განსაკუთრებით ტყვეობაში. რა თქმა უნდა ეს პრობლემაა, რა თქმა უნდა ვერავინ ვერ იქნება არათუ ბედნიერი, ვერავინ ვერ იქნება კმაყოფილი, მაგრამ ეს არის ობიექტური მძიმე რეალობა, სადაც ჩემის ღრმაწმენით უნდა ყოფილიყო ძალთა კონსოლიდაცია და არაპირიქით დაგსასვა და თურმე მე იმისიც ამჯერა რომ ეს რა განცხადება ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ 9 ნოემბერს, ასე სახელმხელოდ გადაწყდა და დაიგეგმა. ხო, ალბათ სადღაცა ვიღაცა მოვა ამის დრო და ყველაფერს თქვენ თქვით რომ ამაზე ვისაუბრებთ, ყველაფერი რაც საინტერესოა, არა, ნამდვილად მით უმეტეს იმ საკითხებზე, როდესაც ვსაუბრობთ, რაზეც ვსაუბრობთ ხო წინ ველოდება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელზეც დამოკიდებული იქნება მთელი არა უბრალოდ ქართული პოლიტიკური ცხოვრების მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ტემპი როგორი იქნება, რითმი როგორი იქნება. ეხლა ვინც არ უნდა იყოს, ეხლა ჩვენი საერთო არის ნათესავი რომც იყოს, უბრალოდ არასახე განთქმული, მაგრამ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით საპატიმროში და ანალოგიური დასკვნები არსებობდეს და მასაც წირავდნენ, ხო მისი თანამებრძოლები, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ თან პლუს თელესოფლიოს ხარდაჭერით, რომ ეს უსამართლობა აელაგბოთ. ახლა წარმოვიდგინეთ, რომ საუბარია მიხეილ სააკაშვილზე და გამადიდებელი შუშით უყურებენ ამ პროცესს. ამიტომ მე რატო დავსვი ეს შეკითხვა, ნიკა, იცი, რომ ეს იყო კი დაგასრულებელი პრეტენზია არსებობს, თუ კი პრეტენზია არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ციხეში და აქ ჩემი ბრალეულობაა დღემდე რომ მე ამ პრეტენზიას ვიღებ, რატო იცით? იმიტომ რომ დღეს ეს რეალობა კვლავ სახეზეა.
მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ეს თქვენი ბრალი ნამდვილად არ არის ანუ არ გაკადრიერებულა არა კიდევ ვიტყვი მაგრამ იმაზე რაზეა როდესაც იმაზე მე რაც მოვისმინე რომ თქვენ რაღაცა არიყავით აქტიური უფრო აქტიური მის გათავისუფლებას ძალიან კარგად იციან ადამიანებმა რასთან გვაქვს საქმე როდის და რატომ ვართ აქტიურები და როდის და რატომ არ ვართ იმდენად აქტიურები, რამდენადაც შესაძლებელია, თუნდაც თქვენ გეხილავთ რომ ყოფილიყავთ აქტიურები. კარგად იცის ეს ლევან ხაბეიშვილმაც. მე ვფიქრობ ყველა საქმეს კურსია. როდის მე გეგმა დაუშვათ რომ აი ის ფიქრობს რომ აი ნიკა იცი მე ვფიქრობ აი პარტიაში. მე ვფიქრობ რომ ეხლა ამ საკითხთან აი სააკაშვილის გათავისუფლებაზე თუნდაც და ჩვენი აქტივობა უნდა იყოს ასეთი. აი რამე გეგმაზე გისაუბრეთ. მე ამაზე ვილაპარაკე სხვადასხვა გადაცემაში და კი ბატონო მივხვდათ იმისა რომ ვცდილობ რომ ახლა დეტალებზე არ ვისაუბრო მნიშვნელოვან დეტალებზე და ეს ყველაფერი იქნება ძალიან გულახდილად ნათქვამი ჩემს მიერ მომავალში როცა ოფიციალურად საარჩევნო კამპანია გაიხსნება მე მექნება პირველ რიგში შესაძლებლობა ყველა რაიონულ ორგანიზაციის ასე თქვა წარმომადგენლებს რეგიონებში რაიონებში თბილისში შეხვდე ამის შემდეგ მოვალ მე სხვადასხვა გადაცემის სტუმრად და რა თქმა უნდა ყველა კითხვაზე დეტალურად პასუხს გაგცემთ, მაგრამ მაინც გაგცემთ ამ ერთ კითხვაზე. არა, არც ერთი მე არ მახსოვს, არც ერთი, არც ერთი სრული პასუხით გეუბნებთ, არც ერთი, არც მე და არც ასობით ნაციონალური მოძრაობის აქტიურ წევრ, რომლებიც პრაქტიკულად ყოველდღიურად არიან ცენტრალურ ოფისში პარტიაში. არც ერთი ალტერნატიული გეგმა შემოთავაზება, რომელიც დაიბლოკა ნაციონალურ მოძრაობაში, მეტიც იქნებ პირიქით იყო რომ ბევრად უფრო მწვავე, ბევრად უფრო თუნდაც ძიმე სიტყვა, მაგრამ რადიკალური გეგმის განხორციელების მომხრენი სულ სხვა მხარესგანან ვიდრე იქ სადაც ახლა თითქოს პრეტენზია არის განახული. აქ გავჩერდეთ, ჩემი თხოვნა არის ეკა და მომავალში აუცილებლად ვისაუბრეთ, მაგრამ აქვე მინდა დავანოსო, დიდწილად საუბარი იქნება, რა თქმა უნდა, როგორი უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა მომავალში, როგორი შედეგით უნდა დასრულდეს ნაციონალური მოძრაობის ეს შიდა პარტიული არჩევნები საზოგადოებამ უნდა ძალიან ყურადღებით მიადევნოს თვალყური და რატომ განსაკუთრებით ჩვენი პარტიის ამორჩევლებმა. ვინაიდან ვინ იქნება გამარჯვებული, ხო, დიდწილად განსაზღვრავს ეროვნულ კამპანიაში, ეროვნულ საარჩევნო კამპანიაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა როგორც პარტიას დამატებითი ელექტორალური ელექტორატის მობილიზებას დიახაც მოზიდვა ანუ გაზრდა ელექტორალური ჩვენი ღირებულების და წონის თუ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პარტია ნაციონალური მოძრაობის საბაზისო ხმებზე რაზე იქნება ეს შენი აზრით დამოკიდებული ნიკა დაკმაყოფილებულები ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული ვინ გაიმარჯვებს ამაზე მათ შორის რა თქმა უნდა ჩემის აზრით გამარჯვებული როგორ ვის რა გეგმა ხედვა აქვს ვინ რა გუნდით არის არიან წარმოდგენილნი ხო დიდწილად იმიტომ რომ ეხლა ნაციონალურ მოძრაობას ყავს რა თქმა უნდა ძალიან გულწრფელი არმია ხარდაჭერებისა პარტია არ არის მხოლოდ ეგრეთ წოდებული არ მიყვარს ეს სიტყვა აქტივისტები, იმიტომ რომ ოჯახის წევრები არიან, იმიტომ რომ ხრებით აქვთ ეს პარტია მოტანილი დღემდე, მაგრამ შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის პარტიის პირველი ფენა ამორჩევლების მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, ხო, რომლებიც უშუალოდ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისასაც გემატებიან შენ. ამიტომ რა თქმა უნდა ამ ადამიანებისთვის და ზღვა ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი იქნება პარტია ნაციონალურ მოძრაობაზე ვინ წარმოადგენს რეალურად რა გუნდი წარმოადგენს და ძალუც თუ არა ამ გუნდს შეცვალოს ხელისუფლება ქართული ოცნების და ქვეყანა განავითაროს. ამ დასკვნის გაკეთების თანაც გააზრებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ რომ მივცე საზოგადოებას პირველში ნაციონალურ მოძრაობას. ნიკა, თქვენ მეორედ ახსენეთ გუნდი. თქვენი გუნდი ვინ არის ნაციონალური? ამ ყველაფერს ვიხილავ, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, როდესაც დაიწყება საარჩევნო კამპანია, თქვენ წარსდგებით თქვენი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, იყოს საჯაროდ ჩართული და საზოგადოებამ იცოდეს რეალურად ვინ არის და რა არის ნაციონალური მოძრაობა. ესენი არიან პარტიის წევრები, რა თქმა უნდა. და მე მაგალითად სხვებსაც მოუწოდებდი რომ ყველა ის ადამიანი ვინც კი არის ჩართული არა საჯაროდ ამ პროცესში არადა
ძალიან აქტიურად არის ჩართული შეიძლება თხემით ტერფამდე მე ვფიქრობ ასეთი ადამიანები დასამალები არ არიან ხო ისინი ღირსნი არიან საზოგადოება არ ვაკონკრეტებ ზოგადად გულწრფელები უნდა ვიყოთ ჩვენი ამორჩევლების წინაშე რა არის აქ დასამალი მე თუ ეკა მიშველაძე ხარს მიჭერს და ჩემს საარჩევნო კამპანიაში 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მეტიც აქვს დიდი გავლენა ჩემზე, დიდი გავლენა ამ პროცესზე, მე რატომ უნდა დაგმალოთ და რატომ უნდა ვთქვა, რომ ეკა მიშველაძე არ არის ჩემი თუნდაც შტაბის უფროსი, შტაბის წევრი, ან მოკლედ ერთ-ერთი თავი დასახდენი. რატომ ვამბობ და საუბრობ ამას, რასაც საუბრობ. არ გულისხმობ კეზერაშვილს და მერაბიშვილს ახლა. მე გვარების დასახელებისგან თავს ვიკავებ და შევიკავებ, გითხარით რატომაც და მოვა ამ ყველაფრის დრო. უბრალოდ მე ვფიქრობ თუ ვინმე არის ღირსი, როდესაც შიდა საარჩევნო პროცესზე ვსაუბრობთ, ნაციონალური მოძრაობის შიდა საარჩევნო პროცესზე არის ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი და მხარდაჭერი. რომ მათ არამხოლოდ ის იცოდეს რა არის სტრატეგიული გეგმა გაწერილი 4-5 წლიან პერიოდზე ამა თუ იმ კანდიდატის, არამედ სად დგახარ და ვინ დგას შენი დასაყრდენი, რამდენად თვითმყოფადი ხარ. რამდენად დამოუკიდებელი ხარ და რამდენად გააქვს რეალურად გავლენა იმ პროცესზე, რომელშიც შენ მონაწილეობას იღებ. აი ამაზეც უნდა ვისაუბროთ და აუცილებლად ვისაუბრეთ და მე ვფიქრობ აქ არავინ არ შეიკავებს თავს. გასაგებია. და შენ პირდები ხა მომრჩეველს მიიღებს ამამრჩეველ ეს იქნება შენგან ძალიან ღია მთელი შენი გუნდით წარსდგები და ამაზე ყველაფერზე ისაუბრებ. ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა იქცა ნამდვილად მეორე ოჯახად. მე ნაციონალურ მოძრაობაში 2013 წლიდან მოვედი. მაშინ როდესაც თქვი და მithქვამს ეხა ნუ ბევრისთვის არ იყო ეს ადვილი რატომ შეიძლება და ბევრი სხვადასხვა ადამიანი მოვიდა 2013 წლიდან ნაციონალურ მოძრაობაში და იმ მართლაც პატრიოტ და ბრძოლაში გამობრძმენდილ წევრებთან ერთად გავაგრძელებთ უკვე ბევრმა ბრძოლა ხო რა მაიძულა რო არა იდეა რო არა ღირებულება ძალიან ბევრი ზიანი მიიღე მათ შორის ციხეში ძრომა და პატიმრობა და ასე შემდეგ რო არა ღირებულება ეკა ფასეულობა რომელიც დავინახე რომ საერთო გვაქვს ამ პარტიასთან და იდეა ხო ეხა რა დამარცხებულ გუნდში რატო უნდა მოყვიდე როდესაც შეგიძლია 13 წელს აღმოჩნდე გამარჯვებულში ხო ეჩვენთვის იყო ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და ასობით ადამიანისთვის ამიტომ ვფიქრობ რომ როდესაც შენს ოჯახის წევრებს ესაუბრები აქ არ არის არაფერი სკანდალის შემცველი გულწრფელობა სიმართლე კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და ხედვა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ადგილზე. ნამდვილად ალბათ ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ შეიძლება ეხა გადაუწყვეტელია, მასაც არ უნდა აკადრო ამორჩეველი ან პოტენციური ამორჩეველი რაღაცნაირად შეიყვანოს შეცდომაში ეს დროებით, მაგრამ როდესაც ეხა წლების განმავლობაში შენ პარტიის აქტიურ და ერთგულ ამორჩეველზეა საუბარი, მithumetet ნაწილმა მათგანმა ისედაც ძალიან კარგად იცის ის რაც ხდება პარტიაში ან რაც მოხდა რატომ უნდა დავუმალოთ? ნიკა, სად არის აი ამ პროცესებში მიხეილ სააკაშვილი, რომლის შესახებაც ჩვენ მოვისმინეთ მისგან გამოსული კობანაყოფიას ფრაზა, რომ ამის დრო არ იყო, გიულია ლასანია, დედამისი, რომელმაც თქვა, რომ ბიბლიოთეკა არ არის ის ადგილი, სადაც მსგავსი რამ უნდა ხდებოდეს და მსგავსი რამ უნდა ტარდებოდესო. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს საზოგადოება მირიბად აღიქვა ასე რომ ნიკა მელიას უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილი დგას შენს უკან მიხეილ სააკაშვილი და სად არის ამ პროცესებში მიხეილ სააკაშვილი რომელმაც შექმნა დააფუძნა და მოიყვანა ეს პარტია იქამდე როგორიც იყო ამ დრომდე და არის დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის ეკა ძალიან დასანანია და ცოტა უხერხული როდესაც პირველ განყოფილებაში ვისაუბრეთ იმაზე და რაც დაკავშირებით თქვენ კითხვები დამისვით მის უმძიმეს მდგომარეობაზე და ამ დროს მის მიერ დაფუძნებულ პარტიაში მის მიერ ასე თქვათ ჩამოყალიბებულ თუ შეიძლება ითქვათ ევროპული ყაიდის პოლიტიკურ გაერთიანებაში აბსოლუტურად უდროოდ დღეს იმართება ის რაც იმართება აბსოლუტურად უდრო მაგრამ ეს არ ყოფილა უმრავლესობა ადამიანების არჩევანი მაგრამ ვისი არჩევანიც იყო ამ ყველაფერს ჩვენ
თავხედრი ნაბიჯით დავხვდით ამ წინადადებას. რატო როგორ ანაერად და რამ მიღბაღებია ეს გადაწყვეტილია ამასაც ვისაუბრებ მომავალში, რატო იცით, იმიტომ რომ ოფიციალურად საარჩევნო კამპანია ხა გახსნილი არ არის. და როცა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შესაუბრობ, აი ეს არ აღიქმება არავისთვის არც სენსაციად, არც სკანდალად, უბრალოდ არის იდეათა ჭიდილი, ხედვათა შორის დაპირისპირება, ჯერ ოფიციალურად მე საარჩევნო კამპანია არ დამიწყია და დღეს, როდესაც მე უნდა გავაკეთო რაიმე ტიპის განსხვავებული განცხადება, ვშიშობ, რომ ეს ყველაფერი გადაითარგმნება იმდაგვარად, რომ ამორჩევლებს შორის შეიძლება დამატებით ნებათახობა შევიდეს, რაც ჩემს ინტერესებში ნამდვილად არ შედის. ვინმე რომ სტარტი ამ პროცესს ჰქონდა ძალიან უხერხული, გულოთ რო ვთქვათ, იმპულსი ნეგატიური, როცა გუნდში კონსოლიდირებული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და ნაწილმა ჩვენმა ასე ვთქვათ, თანაპარტიელებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს და სულ სხვა შენობაში წავიდნენ, ისე როგორც მაშინ როცა არ იცოდა პრესამსახურის ხელმძღვანელმაც კი, ამიტომ ძალიან ცუდი სტარტის და მიუხედავად მე პირადად ჩემს მოაზრეებთან ერთად ვცდილობ, რომ ეს პროცესი მეტნაკლებად მოვაქციოთ ნორმალური პოლიტიკური შიდა პოლიტიკური პროცესის კალათბურთს. ამიტომ არიდებ ხა ამ კითხვას თავს. დიახ, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ეს პროცესი, აქაც გასათვალისწინებელი იქნება მიხეილ სააკაშვილის აი სასამართლო კამპანია დაიწყება სააკაშვილის სასამართლო პროცესების შემდეგ, როგორც მე ვფიქრობ, ამ წუთას ნამდვილად ვარ იმ პოზიციაზე, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ის პროცესი, რომელიც ოფიციალურად არ გახსნილა. კი, განცხადებები გაკეთდა. ფორმალურად ვიცით, რომ არსებობენ რამდენიმე კანდიდატები პარტია ნაციონალ-მოძრაობიდან, ვინც კენშიყრის, მაგრამ ოფიციალურად საარჩევნო პროცესი არ დაწყებულა. სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩემი ბრძანებით როგორც თავმჯდომარე შეიქმნა, მუშაობს 7 წევრი ლატერაციონალ მოძრაობის წარმომადგენლები, ისინი შეთანხმდებიან იმდაგმარ სისტემაზე, ეკა, რომელიც იქნება ნამდვილად ობიექტური, სამართლიანი და შესაძლებლობას ეს პლატფორმა მიცემს ჩემის ვარაუდით რამდენიმე 1000 ნაციონალ-მოძრაობის ხარდაჭერს მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. მე ვფიქრობ, სადღაც მინიმუმ 10% პარტია ნაციონალ-მოძრაობის ხარდაჭერებისა ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს. 50-60,000 ადამიანს მე ვარაუდობ, მაგრამ სისტემა უნდა იყოს იმდენად გამართული, რომ ღმერთმა დაგვიფაროს, ახლა რომელიღაცა კანდიდატმა, რომელიღაცა გამარჯვებულ კანდიდატის მიმართ გააჟღეროს ბრალდება, რომ არჩევნები გაყავდა. ახლა ასე არ უნდა გავახაროთ ქართული ოცნება, თუმცა ვარაუდობ, რომ შეიძლება კანდიდატები არჩევნები ჩატარებული იყო, აი თუნდაც დაწყებული იყო კვირის ბოლოს და დასრულებული იყო 2 კვირაში, მე მხოლოდ მივესალმები, რაც შეიძლება სწრაფად. რაც შეიძლება ადრე რომ დაიწყოს. პარტია უნდა რეალურად წარმოჩინდეს სრულიად სხვაგვარად საზოგადოების თვალში. და ეს მოხდება ბაიამაში. შეიძლება რომ გაიზარდოს კანდიდატების სია, როგორი გაქვს მოლოდინი. ვერ გეტყვით, თუმცა დიდი მოლოდინი არის იმათა კითხვა, რომ შემცირდება. თუ გაიზრდება პირველივე დღიდან მე ხარ დაგიმალავთ აბსოლუტურად ერთი გამოგაკლდათ გიორგი ჩალაძე ეხლა ალბათ მუმლაძე გამოგაკლდეთ ამას ვარაუდობ გულწრფელობის ამ ხარისხს შემოთავაზებთ დიახაც ეჭვი არ შეგვყარვია მაგალითად როდესაც ყოველგვარი კონფრონტაციის გარეშე როდესაც ბატონმა ჩალაძემ კანდიდატურა დააყენა და ბატონმა მუმლაძემ ხო ნუ ბატონმა ჩალაძემ პატივს ემეხა მის გადაწყვეტილებას და მით უმეტეს იმ არგუმენტებით რა არგუმენტებითაც მან კანდიდატურა მოიხსნა მაგრამ ხო დაგვიდით აქ სიმართლეს გეტყვით ხო ერთხმად პარტიაში ყველამ გამოცხადეთ რომ ერთის და მეორეც არჩევნებამდე კანდიდატურას მოიხსნის აუცილებლად ანუ ეხა მუმლაძის მოხსნას მე ეჭვი არ მეპარება და არც ჩემს ასე თქვათ თანამოაზრებს რომ საბოლოო ჯამში იქნება ორი კანდიდატია როგორც ჩანს უმაღლობ ამ წუთას ყველა ასე ფიქრობთ რომ ბატონი მუმლაძე დროებით იასპარეზებს და საბოლოო ჯამში მოკლედ დავრჩებით მე და ბატონი ლევანი და ჩვენ ვიპაექრებთ ნუ რეალობა როგორ ანა ესეც თავისთავად საინტერესოა შემთხვევით საერთოდ არაფერი არ ხდება ეგა შემთხვევით არაფერი არ ხდება განსაკუთრებით პოლიტიკაში, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობაში. ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველი ძალიან სმენა გამახვილებული გისმენს ყოველთვის შენ ნაციონალურ მოძრაობის ლიდერს, დეპუტატს, ყურადღებით თვალყურს გადევნებს. მით უმეტეს ამდენი ქარტეხილი დაატყდა პარტიას უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ წლების განმავლობაში 13, 14, 15, 16 შიდა
პარტიული პრობლემები, მერე მანამდე იყო კიდევ ასევე დაპირისპირება პარტიაში, როცა გამოგვიყო ჯგუფი 16-ში რა მოხდა იცით, აგერ მერე ბატონი გრიგოლი ნამდვილად ნაცვალები პარტიაა და ძალიან ცუდო იქნება ამ პარტიის დასუსტება, დაშლა ან გაყოფა ცხადია. ბოიკოტის რეჟიმში ეს იყო ჩემთვის პირველი ტკივილი აქ მივიღარ და ჩემზე ახლოს ბატონ გრიგოლ ვაშაძესთან თითქმის არავინ არ ყოფილა პარტიაში. და ისე რომ პარტიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას, არავინ არ ვიცით და გავარვარებულ პოლიტიკურ საპარლამენტო ბოიკოტში მყოფი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე არაფორმალური გავლენები განცხადებას ავრცელებს 9 ნოემბერს, 8 ნოემბერის აქცია გახსოვთ, თუმცა არჩევნები გაყავდა და CSKS-თან წყლის ჭაური დაგვიპირისპირეს, მერე 9 ნოემბერს ჩაინიშნა კვლავ მორიგი აქცია, უკვე მესამე პირველი იყო 1 ნოემბერი, 8 ნოემბერი და გამთენისას თვალშები დილის 6 საათზე გავრცელა განცხადება. ან დატუარეძინა დილის ხუმრობით გარეშე გეუბნებით. თავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე 9 ნოემბერს ისე რომ არავინ არ იცის და მისმა უახლოესმა ადამიანმაც არ იცის, რომ პარტიაში განცხადების გავრცელებას აპირებს, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნების გაყალბებას ბოიკოტირებს მთელი ოპოზიციური სპექტრი და საუბრობს, რომ რა დროს აქციებია. მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუსწრეთო. ნიკა, მანდაც დაინახე არაფორმალური ხელი და რაღაც ინტერესები და სულ არის საუბარი კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ამაზეა საუბარი. დაინახე მაშინაც, გაგიჩნდა ესე. აბოდით, ყველაფერზე პასუხი იქნება, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხზე, როდესაც ახლა ვისაუბრეს და საზოგადოება მომისმინა, ძალიან მინდა რომ მათ განსაჯონ თავად ეს იყო შემთხვევითობა თუ უბრალოდ აი ესეც ამ ჯაჭვის ნაწილია ერთ-ერთი ბრაზი რომელიც ერთ კონკრეტულ ადამიანს რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა ესეთი განცხადება გაავრცელა. მე რა პოზიცია მაქვს ეს ჩემს პარტიაში შიგნით იცის ბევრმა ადამიანმა, მე ვფიქრობ, მატყობს რა საზოგადოებას რა შეფასებას ვაძლევ გრიგოლ ვაშაძის აი ამ საქციას, თუმცა მე ვფიქრობ აი თავს გეუბნებით. შემთხვევით არაფერი არ ხდება განსაკუთრებით პარტია ნაციონალურ მოძრაობაში და მის თავს. კი, სამყაროშიც არაფერი არ ხდება ზოგადად შემთხვევით და ნაციონალური მოძრაობაც ამ სამყაროს ნაწილია. ერთი კითხვა მაქვს. აი ძალიან წარმოვიდგინეთ, აი გავიხსენოთ. აღარ მინდა მაგას. როგორ შეიძლება მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე შუა გულ საპარლამენტო ბოიკოტის გააჩინა მაშინ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ახსნა არ ქონდა და მე მინდოდა ფაქტების შესახებაც ცნობებიც მივიღეთ, ხო, მაგრამ წარსულ ურთიერთობას პატიებს ვცემდა ძალიან არაკომფორტულად გრძნობ თავს, როდესაც ჩემს ყოფილ ასეთ უფროს მეგობარზე ვსაუბრობ და მის შემდეგ აი მოხდა ის რაც ეხლა არაფერი აღარ გამიკვირდებოდა ვიფიქრე, სიმართლეს გეტყვით. ვიფიქრე რომ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში არასოდეს არაფერი აღარ გამიკვირდებოდა, მაგრამ მაინც გამიკვირდა. თურმე არასოდეს თქვა არასოდეს. ნიკა, ანუ შენ ამბობ რომ ეს იყო რაღაც ერთიანი ჯაჭვის ნაწილია, სავარაუდოდ ესეც რაზეც ეხლა რაც მოყევი გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ეს განცხადება გააკეთეს ახალგაზრდებმა, ნაწილ მათგანს ვიცნობ და პატივისცემას უდასტურებ, მაგრამ ახალგაზრდები გამოიყენო შენ ძალიან არასასურველი როლის შესრულებისთვის და მე უფროსი თაობის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა ჩვენი პარტიის მხრიდან გააკეთეს განცხადებები, როი არ ვიცოდით ამ განცხადებების გაკეთებას თუ აპირებდნენ ჩვენი ახალგაზრდები და რახან მოვისმენთ, მოგვეწონოთ და მოდით მხარი დავუჭიროთ და ამიტომაც დავუჭირეთ. როგორც მინუ ძალიან არაკუცფელები არიან, ხო? ანუ ეს იყო კარგად დაგეგმილი, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი რაღაცა გეგმა, ოპერაცია, ასე ვთქვათ, სპეცოპერაციას არ ვამბობ, რომლის მიზანიც იყო რა? აი რა არის ამ მთელი ამბის მიზანი? ისაუბრეთ, ჩემის აზრით შორს მიმავალი, ეს ვთქვი, ჩემს თავარ ბრიფინგში 9 ნოემბერს. ნახე გაიჟღერა ასეთმა რაღაცებმა. ეჭვის საფუძველი სწორ ადგილას ვერ რჩება და ჩდება სწორ ადგილასვე ჩდება ეჭვის საფუძველი ფაქტებს რო შევეშვათ. როცა არავინ არ იცის პარტიაში მან ვინც უნდა იცოდეს და ხდება ის რაც მოხდა. როცა მთელი 3 კვირა 4 კვირის განმავლობაში ამაზე საუბრობდით პარტიაში, ამაზე საუბრობდით, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, ხო?
მაგრამ იქნებ გაცილებით მეტი გვაქვს ინფორმაცია, ვიდრე ამ წუთას მე თქვენს ეთერში ვსაუბრობ და დავულოდოთ მოვლენების განვითარებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე და ღირსება გაიმარჯვებს, სიმართლე და ღირსება არის ის, სადაც გვაქვს უდიდესი უპირატესობა ბიძინა ივანიშვილზე. ჩვენ ფულით ბიძინა ივანიშვილს ვერ ვაჯობებთ, მაგრამ ჩვენ ვაჯობებთ ღირსებით, რომელიც გაცილებით მაღალი ხარისხისა და გაცილებით უფრო მეტი გვაქვს. აი ასე მიიღწევა დიდი გამარჯვება. სამწუხაროდ ამ გზაზე იყო ბევრი იმედგაცრუება, ბევრი ღალატი, ბევრი ზუგში დანის ჩარტყმა, მაგრამ არა უშავს დიდი გამარჯვებები, როგორც ჩანს, არც თანამედროვე საქართველოში და არც ისტორიულად მსგავსი არასასიამოვნო ფაქტების გარეშე არ მოდის. არ მოდის. კარგი, ეხლა ერთ რაღაცას დავაკონკრეტებთ, რა თქმა უნდა, შელინება სურს თუ არა ამას. მე დაგისვი კითხვა, რომ შენი ვარაუდი ამ ყველაფრის მიზანი რა იყო, ხო? არა, თქვენ მკითხეთ მიხეილ სააკაშვილი, მეუხერხულება ნამდვილად. არ ვიცი რა თქვენ გადაცემას უყურებს. თქვენს ასე გაიგეთ, რომ აი მიხეილ სააკაშვილმა იმითო შეიკავა. მე არასოდეს მიხეილ სააკაშვილის სახელით თქვენს უკან დაასახა. მომიხდენია манипуляცია. არასოდეს და არც მოვახდენ. მე მიხეილ სააკაშვილთან მაკავშირებს ურთიერთობა 2014 წლიდან და ჩვენ ძალიან ბევრი გვიკამათია ბითხოვს ადრეს და ეხლა ძალიან ძალიან ცხარეთაც დავპირისპირები ვართ ერთმანეთს. მაგრამ არასოდეს არც ერთ ჩვენგანს არ გვიგზნია, რომ ან ერთი ან მეორე ადამიანი არის მზად ზურგში დანა ჩაარტყას. იქნება შესაძლებლობა დარწმუნებული ვარ, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში იქნება მიხეილ სააკაშვილის თავად ისაუბროს ყველაფერთან დაკავშირებით, ხო? მათ შორის ალბათ ვერ არიდებთ მას. ჩემი მეგობარი არ არისო სააკაშვილიო, ეხლა როგორ თქვი? მე ხარ თქვი ის რაც თქვი და ჩასაბრებული ადამიანი ძალიან არაკეთილსინდისიერად ჩასაბრებულ ადამიანებს სულ სხვა ინტერპრეტაცია მიცეს და მეც ახლა გავიმეორ ჩემთვის გაცილებით მაღალი ხარისხის ურთიერთობა არის თანამებრძოლობა. თანამებრძოლი ჩემთვის არის გაცილებით მაღალი ხარისხის ურთიერთობა. მე მყავს ბევრი ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც პოლიტიკურ პროცესში გვერდში არ მიდგას, ანუ ის არ არის ჩემთვის თანამებრძოლი. ის არის მეგობარი, მაგრამ ჩემთვის თანამებრძოლი არ მინდა ხა სახელი და გვარები დავასახელო, ალბათ რამდენიმე მათგანი მიყურებს, ხო? ხმასაც რომ აძლევენ ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას მიხარია არ დაგიმალოთ. მაგრამ თანამებრძოლობა ნიშნავს, როდესაც ბრძოლაში ერთად მიდიხარ და ომში ერთად მიდიხარ და მეგობრობა, ხო? ბევრისთვის ნიშნავს რესტორანში ერთად წასვლა და წვეულებაზე ერთად ყოფნა. ანუ თანამებრძოლობა უფრო მნიშვნელოვანი და მაღალი ხარისხის და ინგა გრიგოლიამ როდესაც ეს შეკითხვა დამისვა და რეკლამაზე გავედით და დავსხედით და პასუხი გავეცი ის რასაც ახლაც ვიმეორებ. ეხლა ადგენენ ადამიანები პირველი ნაწილი დატოვეს, მეორე ნაწილი მოჭრეს. ხო, არ მახსოვდა რომ ეს ხო, მაგრამ ვერ ითვალისწინებენ რომ შემდეგ შესაძლებელია ეკაბიშვიდესთან მოხვიდე, მერე კიდე ინგა გრიგოლიასთან მოხვიდე, მერე სხვაგან მიხვიდე და ეხლა ხო არ დაიმალება სიმართლე. არაფერი საბოლოოდ არ იმალება, ნიკა. ამიტომ მე ვფიქრობ რომ მიხეილ სააკაშვილი მინიმუმ იმას იმსახურებდა ჩემის აზრით, რომ ეს პროცესი რახან დაიწყო, ყველა მოიცადოთ დავარეგულიროთ და მოთა ძლიერმა გაიმარჯვოს. ვისაც აქვს მეტი ელექტორალური წონა, ვისაც აქვს მეტი ნდობა საზოგადოებაში, ზრდის პერსპექტივა და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფერს განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში ყოფი იმსახურებს, რომ ახლა მაინც ჩვენს მხრიდან ვცდილობთ ამ ყველაფერს და გავაკეთებთ. და მიხეილ სააკაშვილის ცალსახად დაფიქსირების პოზიციის დაფიქსირებას ნუ ველოდება. ეხლა მე რომ მის მდგომარეობაში ვიყო, ნამდვილად არ მექნებოდა არანაირი არც ძალა და სურვილი მეკეთებია პოლიტიკური განცხადებები დღევანდელმა. კარგი, ბოლო შეკითხვა უნდა დღევანდელმა მისა განცხადებაც ხო დაადასტურა საუბრობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. თუ შენ გაიმარჯვე ამ არჩევნებში და კვლავ დარჩი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ. როგორ ფიქრობ, ეს პარტიის გაძლიერებას შეუწყობს უფრო ხელს თუ არის მოსალოდნელი, რომ რაღაცა სხვა დანაყოფი გაჩნდეს პარტიაში? შენ თქვი, რომ ეხა პარტიულ თანამდებობებზეო ეს ადამიანები ვეღარ იქნებიან მახსოვს ამ პროცესის დასაწყისში. პარტიას ყავს თავმჯდომარე, ყავს გენერალური მდივანი
რომელიც მთელი რიგი მიმართულებით არის პასუხისგებელი, ხო? ავს პოლიციის თავმჯდომარე, პოლიციის წევრები, სამდივნოს წევრები, მაგრამ სამდივნოზე, როდესაც საუბრობ, ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პარტიის, მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ყველა პარტიის წევრი განურჩევლად პოზიციაზე, რომელსაც ახლა იკავებს, აუცილებლად და მე შევუწყობ, ხო, რომ ესენი დაარჩნენ და უნდა დაარჩნენ. თუ იგივე დააპირეს, ასე დავარწმუნო, ეს დაბიჯი არ გადადგან, არ იფიქრონ, ეხლა რახან დამარცხდნენ და სხვა კანდიდატს უჭერდნენ ხარს, ეხლა მე მათ მიმართ დობა არ მექნება, ხო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სამდივნოში ანუ აღმასრულებელ პოზიციებს ვერ დაიკავებენ და საქმიანობას გააგრძელებენ სხვა პოზიციებზე. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, რიგითიც კი, მაგრამ არაფერი უცხო არ არის, როდესაც გამარჯვებული თავმჯდომარე აღმასრულებელ გულში, ანუ სამდივნოში იკრებს გუნდს, განსაკუთრებით გენერალურ მდივანს, არ ვიცი, რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი, ეხლა ხო, ეხლა გიორგი ბოტკოველი არის არაჩვეულებრივი ბიჭი. გიორგი ბოტკოველი იქნება არის იყო და იქნება და პარტიის ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ მე ვფიქრობ თავად გიორგი ბოტკოვას ეხლა მე რო ვუთხარ რომ ის დარჩება რეგიონალური სამსახურის თავადაც გაუკვირდება, იმიტომ რომ გენერალურ მდივანსაც შეცვლი. ნიშნულოვანია რომ გამარჯვებულმა თავმჯდომარემ სამდივნო დააკომპლექტოს თავიდან ხელახლად და ადამიანები იყვნენ თავმოყრილი იქ იმ დაგვარად, რომელსაც აერთიანებთ ერთიანი ხედვა და იზიარებენ ამა თუ იმ შეხედულებებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი. საბოლოოდ საარჩევნო შედგენაზეც მოქმედებს ადამიანები დარჩებიან, მე პარტია ნაციონალური მოძრაობის წლების განმავლობაში არანაირი პოზიცია არ მეკავა და ვიყავი რიგითი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ ბევრჯერ დავმარცხებულა, ბევრჯერ გამიმარჯვია. ხო, შიდა არჩევნებში გამიმარჯვია, გარეთ დავმარცხებულ ვარ, გარეთაც გამიმარჯვია, მაგრამ საბოლოო ჯამში არ მეყო ეს გამარჯვება სრული გამარჯვებისთვის გზაში, მაგრამ ხوارსად არ წავსულ ვარ. გასაკვირი აქ არაფერი არ უნდა იყოს. კი ბატონო, და გიორგი ბოტკოველის მაგალითი შემთხვევით არ მოგიყვანეთ ეხა. ანუ პირველ რიგში უნდა ენდო ადამიანს. გესმით? უნდა ენდო ადამიანს. როდესაც შენ ადამიანს 3 დღით ადრე თხოვ, როგორც თავმჯდომარე და ავალებ, რომ 3 დღეში სამეგრელო რეგიონის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ცხეთამთიანეთის რაიონული თავმჯდომარეები რეგიონიდან და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები შეხვედრაზე ჩამოიყვანე და ამ დავალებას იღებს და ნაცვლად იმისა, რომ დავალება შეასრულოს, 2 დღე იკარგება და ხედავთ რომ ბრიფინგი ტარდება იქ სადაც ჩატარდა. ნუ ახლა ასეთ ადამიანს მე ვერ ვენდობი როგორც პასუხისგებლობის მქონეს თანამდებობაზე. ვაგვარად ეხა ბევრი უშრომია, ბევრი უბრძოლია, მაგრამ როდესაც პარტიის თავმჯდომარე შენ დავალებას გაძლევს და მე ვფიქრობდი რომ არა უბრალოდ პარტიის თავმჯდომარე ვაძლევდი მე გიორგის სწავლეს როგორც მეგობარიც ამ ყველაფერს თხოვდი, ეხა ამ დროს თუმცა სულ სხვა სქემის მოხარშვის პროცესში იყო ჩართული და როგორც ჩანს არ ეცალა პარტიული უნდა დაგემშვიდობო, იმიტომ რომ რეკლამის დრო გვიწევს და ამას რაღაც ვალდებულება. ძალიან კონკრეტულად და მინდოდა დეტალურად ამეხსნა არავინ ამ პარტიიდან ჩემს მიერ ვერ იქნება, ათავისუფლებლად სამდივნო იქნება დაკომპლექტებული ხელახად და კონკრეტული მაგალითი მოგიყვანეთ. არ ეწყინება გიორგი ბოტკოველს რომ კიდევ უფრო კაფიოდ გაიგოს ყველამ რავს გულისხმობ ცვლილებებში. მადლობა ნიკა, წარმატებები შენ შევხვდებით იმედია უახლოეს მომავალში. ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი ნაციონალური